გამოცემა Newsweek წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამპარტავნებამ უკრაინა კატასტროფამდე მიიყვანა. ომი უკრაინისთვის უკვე წაგებულია. რჩება მხოლოდ ერთადერთი საკითხი, კიდევ რამდენი ასეული ადამიანი უნდა დაიღუპოს, სანამ კიევი რეალობას მიიღებს. კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა არის რუსეთის მოთხოვნების მოსმენა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ასევე სტატიის ავტორი სტივენ მაიერსი ამბობს, რომ მომავალი წელი უკრაინისთვის ბევრად უფრო დამღუპველი იქნება. რუსეთი არ აპირებს გაითვალისწინოს მოლაპარაკებების წინადადებები, რომელიც ეფუძნება მოთხოვნეს, რომლებიც იგნორირებას უკეთებს იმ საკითხებს, რამაც პირველ რიგში გამოიწვია ომი. ერთადერთი გამოსავალი კი არის შუამავალი, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს. მაიერსის თქმით, შეერთებული შტატები აღვივებს კონფლიქტს გაზრდილი დაფინანსებით, იარაღის მიწოდებით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით, რომლის გარეშეც უკრაინა იძულებული იქნებოდა დაეწყო მოლაპარაკებები და შესაძლოა ომიც კი აეცილებინა თავიდან. ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე სტრატეგიული, ინდუსტრიული, პოლიტიკური და სამხედრო ვითარება მკვეთრად უარესდება უკრაინაში და ევროპაში. გერმანიას ისევე როგორც დანარჩენ ევროპას გაზის მარაგის გასაზრდელად საბაზო ფასის 10-ჯერ მეტის გადახდა უწევს. უკრაინა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან დღემდე 100,000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინის ინფრასტრუქტურა მუდმივად ნადგურდება. უახლოეს მომავალში ზარალი კიდევ უფრო საშინელი იქნება, წერია სტატიაში. ავტორის აზრით, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს ამ ორ ქვეყანას შორის და რომელიც ორივე ქვეყნისთვის მისაღები იქნება, ეს ისრაელია. მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდაზე ბევრი რთული საკითხია. უკრაინა და რუსეთი მეზობლები არიან და ეს მუდამ ასე იქნება. დროა დასრულდეს ეს ტრაგედია, წერს სტივენ მაიერსი. ბაიდენი რუსეთს არჩევანს არ უტოვებს. ამაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა ჯეიმს სორიანომ გამოცემა ამერიკან სინკერში დაწერა. მისი თქმით, ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ დაივიწყა კენედის გაკვეთილები თავშეკავების შესახებ და პროვოცირებას ახდენს კრიზისზე, რომელსაც ბირთვული ომისკენ მივყავართ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც კარიბის კრიზისი ჩაცხრა, კენედიმ დაიწყო იმაზე ფიქრით, როგორ ეპოვათ გამოსავალი, რომ ორ დიდ ბირთვულ სახელმწიფოს შეძლებოდა ერთად ცხოვრება. მისი გამოსვლიდან არის ამონარიდი, რომელიც დღეს აქტუალურია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. კენედიმ თქვა, რომ ბირთვულმა სახელმწიფოებმა უნდა შეაკავონ შეჯახება, რომელიც მოწინააღმდეგეს დააყენებს არჩევანის წინაშე. ან დამამცირებელი უკან დახევა, ან ბირთვული ომი. ონლაინ ჟურნალი წერს, რომ ბირთვულ ეპოქაში ასეთი კურსის გატარება მხოლოდ ჩვენი პოლიტიკის გაკოტრება იქნებოდა, ან მთელი მსოფლიოს სიკვდილის კოლექტიური სურვილი. კენედი 47 წლის იყო, როდესაც ეს ბრძნული რჩევა მისცა მათ, ვისაც ამერიკასა და ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მართვა მოუწევდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კენედი უარყო. დღეს შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები დიდ თამაშს თამაშობენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც ფსონები მუდმივად იზრდება. უკრაინა არასოდეს იქნება რუსეთის გამარჯვება, არასოდეს, განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ეს არის მათი განცხადებების და ქმედებების გრძელი სიის ნაწილი, რომელიც აჩვენებს, რომ ვაშინგტონი მზადაა რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებისთვის. დღევანდელი პოლიტიკური ქორი არ ერიდება რუსეთის დამცირებაზე საუბარს. დამცირება ან ბირთვული ომი. ეს არის ზუსტად ის, რაც მათ გააკეთეს უკრაინაში. სამხედრო კონფლიქტამდე მოვლენების ჯაჭვს რომ გადავხედოთ, რთულად მოსაძებნი იქნება ის ფაქტი, რომ ნატოს არ სურდა გაფართოება და რუსეთის ღობემდე მიახლოვება და გაუგებარია სად არის თავშეკავება ამ მარიონეტულ ომში, წერია ამერიკან სინკერში. Ukraine will never be a victory for Russia. Never. ჩინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ჟუ შუფანგმა განაცხადა, რომ სინძიანის პროვინციაში ჩინელმა სამხედროებმა დაიწყეს სარეზერვო საწყობში სამხედრო აღჭურვილობის გააქტიურება და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. ვარაუდობენ, რომ ჩინურ მხარეს შეუძლია მისი რუსეთში გადატანა, რადგან საწყობი რუსეთის საზღვართან ახლოსაა. გარდა ამისა, როგორც შუფანგიმ აღნიშნა, გასულ კვირას იქ რუსეთის ფედერაციიდან ჩასულები იყვნენ მაღალი რანგის სამხედრო პირები. საუბარია 152 მმ-იან ჰაუბიცებზე და საცეცხლე საზალპო რეაქტიულ სისტემებზე. ინტერნეტ გამოცემა ომერტას დამაარსებელმა რეჟისორ სომიემ დიქტატორთა ბედზე ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერს.
მე არ მინდა ფრანგი ახალგაზრდების დაღუპვა უკრაინაში. მე სულ არ მაწყობს, რომ ზელენსკი და უკრაინის მთავრობა იყვნენ წარმომადგენელი ჩვენი ფასეულობების ეტალონად. ომამდე მას ყველაზე კორუმპირებულად მოიხსენიებდნენ, ყველაზე პატივსაცემი გამოცემები წერდნენ, რომ უკრაინელები სულაც არ განასახიერებენ ევროპულ ფასეულობებს. შემდეგ კი ყველაფერი ამოტრიალდა, იმიტომ რომ სიუჟეტების პოპულარიზება უკრაინის გამარჯვებაზე საჭირო გახდა. ჩვენ მაშინ ვთქვით, რა შესანიშნავები არიან. ზუსტად ისე, როგორც ერახთან მიმართებაში 30 წელი აღფრთოვანებულები ვიყავით, სანამ ჩვენი მოკავშირე ირანის წინააღმდეგი იყო. შემდეგ კი ახალი ჰიტლერი გახდა. მე ძალიან მეშინია მსგავსი არ განმეორდეს. მე ომებზე ვწერ და ისინი ყოველთვის აპოკალიფსით მთავრდება. ისინი ანადგურებენ ქვეყნებს. შეხედეთ ლიბიას. ყველა ეს ომი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალების დაწყებული იყო. ნახეთ სომალი. იქ 1993 წელს კლინტონის დროს ამერიკელები შევიდნენ და იქ ყველაფერი დანგრეულია, განაცხადა სომიემ. სვეპტივის ეთერში პოლიტიკურმა მიმომხილველმა ლარს ბერნმა განაცხადა, რომ დასავლეთში აღარ დარჩა სრულფასოვანი დემოკრატია. აქ ყველაფერი ლიბერალების მიერ შემოტანილ ღირებულებებს ეფუძნება. დასავლეთი შევიდა უკრაინის კონფლიქტში და რუსეთზე შექმნილ ცრუ იმიჯზე აგრძელებს მასში მონაწილეობას. ასევე მან შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატო ვერ შეძლებს რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში შვედეთის დაცვას. Fox News-ის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა თავის გადაცემაში განმარტა ომის გაგრძელების შემთხვევაში რა შედეგი შეიძლება დაუდგეს ამერიკას. თუ ეს ომი უკრაინაში გაგრძელდება, ჩვენ მაინც წავაგებთ მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. მასში ამერიკის შეერთებული შტატები დამარცხდება. სწორედ ახლა იცვლება მსოფლიოს წესრიგი და როდესაც მოხდება მისი გადაწყობა, ამერიკა ვეღარ იქნება წინა პლანზე. ყოვლად აბსურდული გადაწყვეტილება იყო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოწინააღმდეგედ გამოცხადება. ახლა, როდესაც მას შეუძლია ჩინეთთან გაერთიანება, ამერიკას კარგი დღე არ დაადგება, განაცხადა ტაკერ კარლსონმა. ჩვენ ყველამ ვიცით სიმართლე. მილანში ამერიკის საკონსულოს ტვიტერზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც უკრაინის დროშა ნაცისტური გერმანიის დროშას ფარავს. პუბლიკაცია გვერდზე 5 საათზე მეტხანს იყო და ის არავის წაუშლია. შემდეგ ამერიკის საკონსულომ პოსტი წაშალა და დაწერა, რომ გვერდზე განხორციელდა ჰაკერების შეტევა და ამ დრომდე მუშაობენ, რომ დაადგინონ თუ ვინ იყო პოსტის ავტორი. პარიზში ფრანგული პარტია პატრიოტების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საფრანგეთის ნატოდან გასვლის მოთხოვნით გამოვიდნენ. ასევე მომიტინგეები ეწინააღმდეგებიან უკრაინაში იარაღის გაგზავნას. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლას სცადა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოყვა. იტალიაში გენუას პორტის მუშები გაიფიცნენ. ისინი უარს ამბობენ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე. ანალოგიური მოთხოვნებით აქციები გაიმართა გერმანიასა და ესპანეთშიც. ასევე მოლდოვაში კიშინოვის ცენტრში აქცია გაიმართა. მომიტინგეები მოლდოვის ომში ჩართვას ეწინააღმდეგებიან. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: მოლდოვას მშვიდობა სჭირდება. მოლდოვის მცხოვრებლების უმრავლესობა რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრეა. კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 79% რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტის წინააღმდეგია, ხოლო 73% დიპლომატიური და კულტურული კავშირის.